შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინკლუზიასთან დაკავშირებით ბათუმში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. საკუთარი გამოცდილება უცხოელმა ექსპერტებმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს გაუზიარეს. ექსპერტთა რეკომენდაციის თანახმად შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საჭიროა ყველა რგოლის ერთობლივი მუშაობა და საზოგადოების სწორად ინფორმირება. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით შშმ პირების მხარდასაჭერი საინფორმაციო შეხვედრები საჯარო მოხელეებისთვისაც იგეგმება. ჩვენი გამოცდილება ამ კუთხით არაერთი ქვეყნის შესაბამის უწყებას თუ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გავიზიარეთ. არა მარტო სოციალური პროგრამები, არამედ მათი უფლებების დაცვისათვის გათვლილი ღონისძიებები. ეს არის მთავარი მიზანი, რომლის განხორციელებაში ქვეყნის ყველა რგოლი თანაბრად უნდა ჩაერთოს. ამ ფორმის ტრენინგებს მაქვს ერთი დადებითი რამ. პირველი ის, რომ ადაპტირებული გარემო გაცილებით მეტად შეიქმნება და ამას საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეუწყობენ ხელს და მეორე ის, რომ გაცილებით მეტად იქნება ინფორმირებული საზოგადოება, ინტერეს ჯგუფები და რაც მთავარია, სახელმწიფო თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ადაპტირება ჩვეულებრივ სივრცეში. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის შეხვედრები არა მარტო არასამთავრობო სექტორის, მედიის, ცალკეული დაინტერესებული ჯგუფებისთვის უნდა ტარდებოდეს, არამედ პირველ რიგში ეს არის საჯარო მოხელეებისათვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ტრენინგები.